ჯერ შეხედეთ. პირველი რა კითხვასაც დავსვა მაგალითს რო ვუყურებ, როგორები იკრიბებიან? ერთნაირი ნიშნიანები თუ სხვადასხვა ნიშნიანები? არა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში. იკრიბებიან ერთნაირი ნიშნიანები. არა. თუ ერთნაირი ნიშნიანები იკრიბებიან, ამ დროს წესი არის შემდეგი. იკრიბება მათი მოდულები და ნიშანი იგივე რჩება. ვიმეორებ. მოდულები მათი უნდა შევკრიბო და ნიშანი იგივე დავტოვო. ეხლა ამის ისე ვთქვათ, მართლა გრამატიკული ახსნა რომ მოვახდინოთ, ცალკე დავიწერ -6-ის მოდული რამდენია? შევთანხმდით წეგან, რომ ეს იქნებოდა დადებითი რიცხვი. 5. ეხლა დავუმატე ესენი ერთმანეთს და წინ დავუწერე რა ნიშანიც გქონდეთ. აჰა, ჩავშალე პროცესი. გინდათ ეს ჩაიწერეთ, გინდათ უბრალოდ ნებისმიერ შემთხვევაში გავიმეორებთ და დაგამახსოვდებთ. კი. ახლა ამისი, ესე ვთქვათ, სხვანაირი ჩაწერაც მინდა განმახორციელოთ. ნახეთ, შევხვდა პლუსი და როგორც ჩვენ თქვით, გვერდით მინუსი, ხო? ეს პლუს მინუსი საბოლოოდ რას ნიშნავს? ამ ჩანაწერსაც გადაეყრებით და ბარემ აქვე გავიაროთ. ცალკე მოვინიშნოთ ახლა ეგეთი რაღაცეები. აი აქ დავწერ პლუს, ჭრილებში წერია მინუსი. ეს ყოველთვის ნიშნავს საბოლოოდ მინუსს. ანუ მე ეს ჩანაწერი შემიძლია ესეთნაირად ჩავწერო. -6, -5. მაგრამ ასეთი ჩანაწერით ზოგჯერ ვერ ხვდებიან პასუხი რა არის. ასეთი ჩანაწერით უფრო ხვდებიან, რომ ნახე, ვალი მქონდა 6 ლარი და ეხლა 5 ლარი ვალი კიდე დავიმატე. და რამდენი ლარი მაქვს საბოლოოდ ვალი? -11 და აქ არ ჩანს ეგ მომენტი. როცა ესე წერია -6 -5, თითქოს ის მიმატება არ ჩანს, მაგრამ იგულისხმება ყოველთვის. ამიტომ აქაც რო შევხედე, რომ -6 -5 წერია და წესის გამოყენება მოვინდომე, ფიქს ვიწყებ ახლა. სხვადასხვა ნიშნიანები იკრიბებიან თუ ერთნაირი ნიშნიანები? ვერ ხვდები, ხო? ამიტომ ეს ჩანაწერი ჯობია ხოლმე. მაგრამ ესეთი მაგალითი რო შეგხვდებათ, მაგ შემთხვევაში თუ წესს ვერ მოარგებთ, ერთი გზა არსებობს კიდე, რომელიც შეგვიძლია რომ განმახორციელოთ. ნახე, აბა, რიცხვით ღერძი წეღან მაგით თქვი, არ უნდა წამეშალოთ ხო? ელი, შევხედოთ. აი აქ რიცხვით ღერძს ვავლებ, სათავეს ვიღებ და დაახლოებით წარმოვიდგენ ეს -6 სად მდებარეობს. -6 თქვათ არის აი აქ. რას ნიშნავს ახლა -6 -5? ეს 5 ერთეული მარჯვნივ წავიდა თუ მარცხნივ? აჰა, ანუ ესე იგი გამოდის რომ ესე რომ გადმოვინაცვლა 5 ერთეულით, რაღაცასთან უნდა მოვიდე. რასთან მოვალ 5-ით რომ გადმოვალ? 11-თან. ანუ გზა, რომელს აირჩევ იმისთვის რომ პასუხი დაწერო, არის რაღაცები მინახავს ახსნა განმარტების ნაწილში, მუხტებს ხატავენ. აი, უარყოფითი მუხტები და დადებითი მუხტები. და მაგალითად უარყოფით მუხტებს აფერადებენ, დადებით მუხტებს არ აფერადებენ და ერთმანეთს რომლები გააბათილებს. ერთი უარყოფითი, ერთ დადებითს ყლაპავს. მაგრამ თუ იქ დაგრჩება ისეთი რომელმაც დადებითი, ესე ვთქვათ, მეწყვილე ვერ ნახა, თვითონ არის პასუხი. მოდი ახლა ამ შემთხვევისთვის გავაკეთოთ. 6 ცალი უარყოფითი მუხტი რო დავხატო. 1 2 3 4 5 6. უარყოფითი რახან არის გავაფერადე და ნახე, რადგანაც მე აქ დამატება მიწევს კიდევ უარყოფითების, არანაირი გაბათილება არ ხდება. ანუ კითხვა ისმის, თუ გაფერადებული მუხტი უარყოფითს ნიშნავს და ვერც ერთმა მათგანმა ერთმანეთი ვერ გამიბათილა, იმიტომ რომ არ ყავდა მისი ესე ვთქვათ, საწინააღმდეგო ნიშნის მქონე წევრი, რა შემჭა ხელში? მინუსი შემჭა და რამდენი ამასობაში? 11. ანუ ეხლა აღარ დავხატავ, მოკლედ -11-ია ჯამში ეს ყველაფერი. სად? აქა? მაღლა? რიცხვით ღერძზე. სად მდებარეობს დასაწყისი მაგალითის, აი რომ მიწერია -6, ვეძებ მას, -6 სად მდებარეობს? რიცხვით ღერძზე სათავე ხო ავიღე? სათავიდან მარჯვნივ ხო არ მოვათავსებ -6, ამიტომ მოვათავსებ მარცხენა მხარეს. -6-დან მოძრაობა უნდა გავაკეთო, ეხლა რომელიც მე პასუხს მაპოვნინებს. ისმის კითხვა, მარჯვნივ გადავიდე 5 ერთეულით თუ მარცხნივ გადმოვიდე? როცა მიწერია აქ -5, ეს ხო მეუბნება რომ გამოაკლდა 5 ერთეული. წამოვედი მარცხენა მხარეს, რო წამოვედი დავიწყე სულა -7-თან მოვედი 1-ით როცა გადმოვედი. -8-თან მოვედი 2-ით როცა გადმოვედი, -9-თან, -10-თან და ბოლოს -11-თან. ანუ ზუსტად 5 ერთეული დამჭირდა, რომ აქ მოვსულიყავი. ესე იგი გამოდის რომ -6 რო გამოვაკეთეს -5, -11-ს მაძლევს. გაი, ეს ავშალოთ ახლა. პასუხი დავუწეროთ და იმ დანარჩენზე ვიმსჯელოთ. ანუ აქ გავწერე -11. ეხლა -47 ემატება -3. -50 კითხვა დავსვათ ისევ თავიდან. რა ხდება, როგორი ნიშნიანები არიან და რა ერთნაირი ნიშნიანები როცა იკრიბებიან, დიახ, მათი მოდულები იკრიბება და ნიშანი იგივე რჩება. ანუ რა გააკეთე რომ მითხარი -50? მინუსი დაამატე. აი, შემდეგ ნიამეტები, სწავლა? პასუხი. მოიცა წილადი როა სწორად დამიკითხე? 4 მეხუთედით და 3 მეხუთედით. კი ბატონო. ახლა ამას ამჯერად ასე ჩავწერ რა სიტყვით. წინ დავწავიღე ეს მინუსი, რაც წესი მეუბნება რომ წინ უნდა დაეწეროს, თვითონ ისინი შევკრიბავით და მე გადავიტანე -7 მეხუთედით. კი ბატონო, არა წესიერია. კარგი, ესე იგი ამას ერქვა ერთნაირი ნიშნიანების შეკრება.